გამარჯობათ, ეს არის პოდკასტი ყველაფერი ესთეტიკაზე, რიგით მე-14 ეპიზოდი. ტრადიციულად მე ნინო წიფურია და ჩემი თანაწამყვანი სოფიო თოიძე შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ეპიზოდს. დღეს ჩვენი სტუმარია მანუელ ოსიპოვი, სტილისტი, ადამიანი, რომელიც ბევრ ქალბატონს უვლის თმას შესაბამისად და აი თმასთან დაკავშირებით ყველანაირ პროცედურაზე არის პასუხისმგებელი. გამარჯობათ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ თმაზე, თმის მოვლაზე, სახის არქიტექტურაზე და ვიცი რომ თმის არქიტექტურაზე პირველ რიგში. თმის არქიტექტურაზე და რაც მთავარია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რატომღაც გაახალგაზრდავებაზე, როდესაც საუბრობთ ლიფტინგ ეფექტზე, ყოველთვის ასოცირდება ეს ვთქვათ ბოტულინოთერაპიასთან, ასოცირდება ვთქვათ ბიორევიტალიზაციასთან ან ფილერთან, გვავიწყდება ერთი მთავარი, ჩვენი თმა, რომელიც არის ყველაფერი. ვიზუალიზაცია აბსოლუტურად არის ყველაფერი და რაც საინტერესოა თქვენ ჩემზე კარგად იცით ეს ისტორია თმის მოვლის კულტურის 5000-ზე მეტი წლის არის ეს მთელი კულტურა თმის მოვლის და საინტერესო ის არის რომ შეიძლება ვიღაცას გაეცინოს ან შემოგვედაოს აქ რა შუაშია თმა და ესთეტიკა, შუაში კი არა თავშიც არის და ბოლოშიც. თმა არის ესთეტიკის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ხელოვნება, ეს არის ფილოსოფია, ეს არის მეცნიერება და ეს არის ესთეტიკა. აი დღეს მოგიწვიეთ იმიტომ მე დავდიოდი და ნინოც ვარჩევდით პიროვნებას, რომელიც აი ესე ღრმად ახსნიდა ზუსტად თმის არქიტექტურას, შეჭრის მომენტს და რომელიც გაერკვეოდა და ერკვეოდა კარგად და ერკვება სახის ანატომიაში, ადამიანის სახის ანატომიაში. მე ყველაზე მეტად მაინც როგორც ასაკოვანი ქალბატონი. ნინო ახალგაზრდაა, მაგრამ ეს ახალგაზრდებსაც აინტერესებს ეს მოვლის სფერო თმის. ყველას აქვს პრობლემა ასაკთან ერთად ჩვენი დაბერების პრობლემა. ანუ სახის ასე ვთქვათ მთელი მიმიკა ყველაფერი იცვლება, ვითარდება ფტოზი. რა არის ის მომენტი, რა არის ის ვარცხნილობა, თუნდაც თმის შეჭრის არქიტექტურა, შეღებვა, ყველაფერი, რაც ადამიანს მისცემს ბიძგს ქალბატონს განსაკუთრებით, რომ თავი იგრძნოს სრულყოფილად. პირველ რიგში მოგესალმებით. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე მქვია მანუელ ოსიპოვი. უბრალოდ მრავალი წელია უკვე ჩემი ცხოვრება უკავშირდება სილამაზის ინდუსტრიას. და ამ წლების მანძილზე ერთადერთი რაც გავიგე, რომ ასაკს ანუ სილამაზეს ასაკი არ აქვს. საერთოდ არანაირად არ უკავშირდება, იმიტომ რომ ადამიანი ნებისმიერ ასაკში ლამაზია. ხო? თავისთავად ასაკთან შედარებით, როცა ჩვენ ვიზდებით და თავისთავად ჩვენი სახის პროპორციები და თმის სტრუქტურა და ეს ყველაფერი იცვლება, ჩვენ უბრალოდ ძალიან ინდივიდუალურად მივუდგეთ მაგ საქმეს. რაში გამოიყურება ინდივიდუალურობა ადამიანის? ეს არის ადამიანის ხასიათი. ეს არის ადამიანის ცხოვრების რიტმი. ხო, რას უკავშირდება? ეს არის მთლიანი სრული სახის, თავის, ტანის, სიმაღლის პროპორციები. თუ აი ეს ყველა ნიუანსი და ყველა ეს დეტალი გავითვალისწინეთ, მე მგონი ჩვენ ხელს არაფერში არ გვეშლის ის რომ ადამიანი უფრო ლამაზი და ლამაზი გახდეს. აბსოლუტურად ხელს არაფერში არ გვეშლის. თავისთავად არსებობს რაღაცა ფუნდამენტალური, ხო, ძირითადი, ესეთი შაბლონები ადამიანის სხეულის, რის მიმართ მე ჩვენ ანალოგიურად ვაწყობთ ამა თუ იმ სილუეტს, ხო? თუ გაინტერესებთ ეს ყველაფერი, მე შემიძლია, რატომაც არა, საინტერესოა. გავაცნო, ის სტანდარტები, მაგალითად, არსებობს 5 სტანდარტული სახის ფორმა, ხო? და 3 სტანდარტული თავის ფორმა. მაგალითად არის 20 ზემოთ
უყურებთ ჩვენ. ჩვენ ყოველთვის ზემოდან უყურებთ, იმიტომ რომ მომხმარებელი ზის, მე ვდგავარ ზემოდან და ყოველთვის სანამ მომხმარებელი წავიყვან თავსაბანთან და თავის დაბანებას დავიწყებთ, ყოველთვის უყურებთ ჯერ თმის ზრდას, თავის ფორმას და სახის პროპორციას. ხო, არსებობს სამი თავის პროპორცია, ეს არის სტანდარტული ოვალური, ეს არის ოთხკუთხედი, როცა უფრო მეტი სიგანე გვაქვს და არის უფრო წაგრძელებული, როცა მეტი სიგრძე გვაქვს. თუ მეტი სიგრძე გვაქვს, ესე იგი ჩვენ ავტომატურად დავაბალანსოთ და უფრო სიგანეში გავშალოთ. ის ვარცხნილობა, რომელიც ჩვენ უნდა მოვარგოთ მაგ ადამიანს. თუ მაგალითად არის ოთხკუთხედი, ესე იგი ჩვენ ვიზუალურად უნდა გავწელოთ. უფრო ვერტიკალში უნდა ვიმუშაოთ. თუ ოვალურია, ეს ხო ეტალონია საერთოდ ზოგადად მთელი თავის არქიტექტურის, თმის არქიტექტურის და თავისთავად, რაც გინდა ის უნდა შექმნა. ყველაფერი მოგიხდება. ანალოგიურად, თუ პირველი ანალიზი გაკეთდა სწორად, თავის პროპორციის მიხედვით, გადავდივართ სახის პროპორციებზე. არის 5 ძირითადი. ეს არის ოვალი, სტანდარტული, რომელსაც ყველაფერს ხელში წყობს, მოკლე გინდა, გრძელი გინდა, ნებისმიერ ახსნებს მოაგვარებ. შემდეგი არის მაგალითად ოთხკუთხედის სახის ფორმა, ანალოგიურად თუ გვაქვს ოთხკუთხედი, ჩვენ ესე იგი უნდა ვიზუალურად გავწელოთ. არის ცოტა წამოზრდილი სახის ფორმა, ოვალზე ოდნავ გრძელი, ესე იგი ჩვენ მაქსიმალურად უნდა ისე დავაბალანსოთ, რომ მთელი ჩვენი ვარცხნილობა აეწყოს უფრო შუა ნაწილზე, რომ უფრო დავამრგვალოთ. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის მივდივართ ისევ პირველამდე, ოვალისკენ, იმიტომ რომ ქალის ზოგადად პროპორციები კაცთან განსაკუთრებით მიმართებაში ყოველთვის უფრო მრგვალია, იმიტომ რომ როგორც კი კუთხეზე დაიწყებ მუშაობას, უფრო გაამკაცრებს. კაცს უხდება, იმიტომ რომ ცოტა კაცური ხასიათია, მაგრამ ქალბატონი რაც არ უნდა ცოტა ძლიერი იყოს, მაინც ცოტა სინაზე მაინც ყოველთვის არ უნდა დაუკარგო. არსებობს მაგალითად კიდე გულის ფორმის სახეები. ჩემს მასწავლებლებზე და ჩემს სწავლის კურსებზე ყოველთვის მაგაზე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევინებ ჩემს აბიტურიენტებს იმაში რომ ანალიზის გარეშე არ არსებობს შექმნილი ფორმა, შაბლონი არ არის ფორმა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი აბსოლუტურად არის ინდივიდუალური. ეს ელემენტარული ნიუანსები და დეტალები აუცილებლად გასათვალისწინებელია. ხედავ. რამდენი რამეა გასათვალისწინებელი? კი, ძალიან ბევრი. ამასობაში ბევრიც არ არის. მაგრამ ძალიან უნდა ჩაუღრმავდე მაგ ყველაფერს. თვითონ მომხმარებლები, ვინც არიან მომთხოვნი, თუ უბრალოდ უნდა ან შეჭრა, ან დავარცხნა, თუ რა სითხოვენ ძირითადად? იმის მიუხედავად, რომ მე უფრო ვითარდები და ვითარებ ჩვენს პროფესიას ასე ვთქვათ, საქართველოს მასშტაბით შეჭრის მხრივ, შეჭრის მიმართულებით. თავისთავად მე უფრო მეტი მომხმარებელი ჩემთან მოდის შეჭრაზე. კი, თავისთავად. ყავს მომხმარებლები, სადაც თავისთავად ვღებავ, მაგრამ ჩემი ძირითადი მიმართულება არის შეჭრა, იმიტომ რომ ჩემთვის შეჭრა არის, ეს არის ალბათ რაღაცა სულიერი შენია შინაგანად რიტუალია. ეს რიტუალია ჩემთვის. შენ იცი რა გჭირს ახლა მე ამისგან შევქმნი. ეს არის ზუსტად გამოვძერწავ შევქმნი, ეს არის ზუსტად. თუ არ შექმნენი, იცით რა არის? ერთი ნიუანსია. რითი არის ჩემი პროფესია უნიკალური, სხვა პროფესიებთან განსაკუთრებით. როცა ადამიანი ჩემთან მოდის პირველად, მე მოგხოლოს ერთადერთი შანსი დავიკავო. მე მეორე შანსი არ მექნება. მე დავაჯერებინე რომ მე მართლა რაღაცა ვიცი და ვაუ ეფექტი შევქმენი, უბრალოდ წავა და წავა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, უნდა ეცადო რომ ის შენი ვაუ ეფექტი გააყოლოს სხვა ვაუ ეფექტს. ეს არის ზუსტად პროფესიის სიყვარული, ფანატიზმამდე პროფესიის სიყვარული. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება მიგიღიათ და სხვა სურვილი ქონია მომხმარებელს. არ დაგიჯერებიათ და მის საწინააღმდეგოდ წასულ ხარ და შემდეგ თქვამს, რომ მართალი იყავით. ზოგადად ესეთ პოზიციას არ ვიჭერ. მაინც მათი ინტერესებიდან გამოდიხარ. ვცდილობ, რომ არ შევეწინააღმდეგო ჩემს მომხმარებელს, ბოლომდე მოვუსმენ. თავისთავად თავიდან თავისი რეფერენსით მოდის, როცა ადამიანი პირველად მოდის, ბოლომდე მოვუსმენ. იმიტომ რომ ეს მაგისი დროა.
მაგის სურვილია, მე მაგას ვერ დავუკარგავ, იმიტომ მე რო დავიწყე ხა მე აი იცი მე თვითონ პირველად ეგეთი პერსონა არ ხო, მაგრამ ყოველთვის ის უნდათ, რაც უხდებათ. ზოგჯერ ხო არის, რომ ვერ ხვდება მომხმარებელი და შეიძლება სხვა რამე უფრო ბოლო ხანებში იცით რას ვიჭერე, რომ ძალიან კარგად იციან რა უნდათ. შეიძლება ვერ ახსნან. ხო? ტერმინოლოგიით, მაგრამ შინაგანად იციან რა უნდათ. მაგას უკვე ტექნიკური მხარე უკვე შენია და თავისთავად რა არის დეტალები, რომელსაც უკვე შენ ურჩევ, რომ იცით რა არის, აი აქ მაგალითად როგორც ვისაუბრენ იმ პროპორციებზე და იმ თავის და სახის პროპორციებზე, ყოველთვის მიმყავს იმ მიმართულებით. სხვა შანსი არ აქვს, მაინც მიჯერებს. გიჯერებს? არ წმუნებ ესე იგი. იმიტომ რომ სხვანაირად იცით რა არის? როცა შენ ახალ ნაბიჯებზე ხარ პროფესიაში, შენ ჯერ კიდე აი ჩემს მასწავლებლების ენაზე ვიტყვი ცოტა მწვანე ხარ. იმიტომ რომ შენ მიყვები მომხმარებელი რას გეუბნებს. მაგრამ შენ როცა უკვე დიდი გამოცდილების პატრონი ხარ, ხო წლობით დაგროვილი ეს ყველაფრის. შენ უკვე სხვანაირად უყურებ მაგ ყველაფერს აბსოლუტურად. მიგრეა. უკვე შენსკენ ისე ვთქვათ რომ დირიჟორი შენ ახარ. როგორც შენ წაიყვან მელოდიას, ის მელოდია ისე დამთავრდება ზუსტად. მიგრეა. ძალიან კარგი. ძალიან საინტერესო პროცესია ზოგადად. და დროს ხანდახან წერ მომხმარებელს ჩემს განრიგში დროს ისე ვალაგებ უბრალოდ. მე შეჭრის პროცესის დროს არ ვუყურებ. ვერჯერ მეკითხებიან, რამდენი ხანი გჭირდება შეჭრაზე, მე შემიძლია და ხანდახან 2-3 საათის იმდენად შევყვე დეტალებს, როგორც სკულპტორი, ხო იცით? თავიდან დაამუშავებს და მე იმ დეტალიზაციას შეიძლება იმდენი დრო გაწელო. ზოგადად სილამაზეს, ხო იცით ის ბოლო წერტილი არასოდეს არ აქვს. მაგის დახვეწა შეიძლება, არ ვიცი. შეიძლება. უსაზღროა პრინციპში. უსაზღროა პრინციპში. მართლა უსაზღროა. უსაზღროა. რამდენად არის დაკავშირებული ვარცხნილობა ადამიანის ხასიათთან? აი გქონიათ ესეთი შემთხვევა, რომ შემოსულა ქალბატონი და მისი ვარცხნილობის მიხედვით, ან მისი სურვილის მიხედვით, მისი იმ მომენტში შინაგანი მდგომარეობა ამოგიცნიათ. ან მისი ხასიათი, ან თუ არის ეს იმიჯის ეს ნაწილი ზოგადად მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნიშანი. აბსოლუტურად პირდაპირია. აბსოლუტურად პირდაპირია. იცით რა არის? მოდით მე ახლა ვისაუბრებ იმ მომხმარებლებზე. ზოგადად მეც უკვე ესეთი მეც ეგეთი მომხმარებელი ყავს, უკვე თავდაჯერებული, თავის გზაზე დგას. ხო. იცის ვინ არის, იცის რა უნდა და იცის რატომ მოდის პირადად ჩემთან. ზუსტად მაგიტომ როცა ადამიანი უკვე ზრდასრულია, მაგას სჭირდება უკვე ინდივიდუალურობა და ეს ინდივიდუალურობა ხასიათის გამომდინარე უკვე იფუძნება. ყოფილა შემთხვევები ჩემს პრაქტიკაში, როცა ადამიანი მოდის და მართლა არ იცის რა უნდა. საერთოდ არ იცის რა უნდა. და ეს იმდენად თან რთული და ძალიან საინტერესო ამოცანა, იმდენად ღრმად უნდა ჩაუხედო ადამიანს ზოგადად თავის, იცით რა არის, აი ჩვენი თავის ქალის უკანა უჯედებს ჩვენ ჩაუგსოვო, რომ ბოლოს რო დგება და აი ზუსტად ის არის რაც მე მინდოდა. აი ზუსტად ის არის რაც მე მინდოდა და მე განახა ჩემ თავს განაშევაქებ, უბრალოდ გიტყვით იმას, რომ ძალიან ბევრჯერ ხდებოდა და ხდებათ კიდევაც როცა მეუდგები აი ზუსტად ასე.
ზოგადად მე ესეთი მიდგომა მიყვარს. რეალური. მე ადამიანის ამონცნობა მიყვარს. ხანდახან მგონია რომ ჩვენ მარტო ისეთი პროფესიის ადამიანი ვართ, რომ ცოტა კი არა დაჟე უფრო მეტად. უფრო მეტად, იმიტომ რომ ხანდახან ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რაღაცა ხდება. ხო, შეიძლება ბავშვი დაიბადოს, შეიძლება ქმარს გაშორდეს, შეიძლება ისეთი, რომ შენთან მოდის იმისთვის, რომ სრულიად ახალი ცხოვრება დაუხატო. ახალი გზა გაუხსნა. კი, ეგრე არის ნამდვილად. აი პირადად მე მქონია მომენტი, როდესაც არა ვარ ხასიათზე ვთქვათ, ან რაღაც პრობლემები იყო, ან რაღაც ეგრევე გავრბოდით, მას ვიჭრიდი. ეს ან ჩემი და ჩემი ჭრია. ეს არის ეგეთი, კი, ხშირია ეს მომენტი. თუმცა ზოგს პირიქით აქვს. მითებზე, რაც არის გავრცელებული, არ ვიცი, ოღონდ ახლა ეს მითია თუ ნამდვილად ასეა თუ რეალური რჩევებია, ხშირად გვესმის, რომ აუცილებელია მის სიგრძეში ცოტათი დამოკლება, თუნდაც 1 სანტიმეტრი. კარგია თუ ფენით არ შევიშრობთ თმას. კარგია თუ მზეს მოვერიდებით. აი, ზოგადად ამ გავრცელებულ მითებზე თქვენ რას ეთანხმებით და რა რისთვის არის კარგი და ნამდვილად კარგი რჩევებია ეს თუ სხვა მოვლის სისტემა ეხლა დღეს აქტუალურია, ეს საინტერესოა. რაც შეეხება ახლა თმის სიგრძისათვის ჯანსაღზე და თმის ჯანმრთელობაზე საუბარი და ბუნებრივ სილამაზეზე თავისთავად, განახლება ბოლოების, რაც არ უნდა გიყვარდეს გრძელი თმა, ხო და გინდა რომ გრძელი ქონდეს და უფრო გრძელი ქონდეს, ყველა ვარიანტი გასანახლებელია, იმიტომ რომ ბოლოები იყოფა. რაც თმა, რაც უფრო გრძელია, თავისთავად თავიდან ბოლომდე კვებას ფიზიკურად რაც არ უნდა დაუკვებოთ, ფიზიკურად მაინც ვერ მოასწრებს. იმიტომ რომ ის სიგრძე სანამ ჩვენი თმა საიდან კვება ძირებიდან. თავისთავად, ხო და სანამ ეს კვება ბოლომდე ჩვენ სიგრძემდე გავა, ბოლოები ყოველთვის უფრო სიმშრალესი იქნება. თავისთავად სახლის პირობებში მოვლა აუცილებელია ეს კანის ტიპის და თმის ტიპის სტრუქტურიდან შერჩეული პროდუქცია. მაგრამ მინიმუმ 6-8 კვირაში ერთხელ, განახლება, გააჩნია კიდე თმის სტრუქტურას. გააჩნია ადამიანი როგორ უვლის თავის თმას. არის საერთოდ არ უვლის, არც ფენით იშრობს, არც არაფერი, თმა ყოველთვის სტრესის ქვეშ არის. მაგრამ 6-8 კვირაში ერთხელ ოდნავაც რომ განახლდეს თვითონ ბოლოები, ეს ბოლოჭამები რომ მოიჭროს, ძალიან კარგია, ჯერ ერთი ვიზუალურად თმა საერთოდ სხვანაირი ხდება. აბსოლუტურად, რო შეხედავ, სულ სხვა ხარისხი, მეტი ბზინვარება აქვს. ხანდახან მე ვიძახე, ყველაზე მაგარი წამალიათ მებისთვის ეს არის მაკრატელი. იმიტომ რომ ერთი პატარა, მოჭრი და სრეზი, ისე რომ ვთქვათ, საერთოდ სულ სხვა იერსახეს ხანდახან გამოვაჩენს ვიზუალიზაციაში. რაც შეეხება მზეს, თავისთავად მზე მე ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს მზე, მაგრამ თავისთავად პლუსები და მინუსი ყოველთვის ხო იცით 50-50-ზე რამდენი პლუსი გვაქვს, მაგდენი მინუსიც გვაქვს. ხო? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მზე ყოველთვის აშრობს თმას. ამიტომ მაგალითად თუ მივდივართ ზღვაზე, აუცილებელია თან ვიქონიათ ის ულტრა იასამნისფერი ხაზი, რომ მაქსიმალურად დავყვებოთ, მაქსიმალურად მეტი ტენიანობა მივცეთ თმას, რომ თმა უფრო ელასტიური იყოს და უფრო შევინახოთ ეს თმები. თმის ხაზიც არის ესეთი რა თქმა უნდა, ყველა ბრენდს აქვს. მე ახლა ბრენდზე არ ვარ, არც ბრენდზე არ ვარ მიმული, მე უბრალოდ საუბრობ თვითონ მოვლის პირობებზე. აი ხშირად მესმის ხოლმე, რომ იმ ზეზეთმა გამიხუნდა და გაღიავდა და მოსწონდეს ქალბატონებს. ამ დროს რა ხდება? თმის სტრუქტურას რა ემართება? როდესაც ჩვენ ვიზუალურად მოგწონს მზეზე გახუნებული თმა, რეალურად რას განიცდის? აი მოდით ლოგიკას გავყვეთ. პროფესიის გარდა. გახუნება ჩემთან უფრო სიმშრალესთან არის ასოცირებული. ხო? თავისთავად გახუნდა, ფორები გახდა, თმის ზედა ნაწილი. აი რო შევხედოთ, მიკროსკოპიც კი აღჭირდება ვიზუალურად, ხო? ცოტა აი ესეთი, ფორები გაფოვებული და ფორები გახსნილი იქნება. თავისთავად. მაგიტომაც ცოტა გაღიავდა. ზუსტად მაგიტომ აი ეს მზის ხაზი, რომ
ზაფხულის პერიოდში ძალიან კარგი, იმიტომ რომ როცა მზე ძალიან გვაწვება თმაზე, ეს ультра იასამნისფერი როგორც კანისთვის არსებობს, ასე არის თმისთვის. და ის გვიცავს გამოშრობისგან და ასევე ფერს ანუ ის რაც მოგწონს ხშირად რომ მზეზე თავისთავად ბოლომდე იცვლის ცოტა თმა. ყველაფერში ცოტა შეიცვლის. ნებისმიერი აიღეთ ნატურალური თმა. ძირები ყოველთვის იქნება უფრო მუქი, ვიდრე სიგრძე. ხო. იმიტომ რომ სიგრძეზე ყოველთვის უფრო ღია გვექნება. შეიძლება იყოს 9 ტონით, შეიძლება იყოს 1 ტონით. ანუ даже უფრო გარდამავალი იქნება. ანუ ბოლოებისკენ უფრო ღია იქნება ვიდრე ძირსა და შუა ნაწილში და ეს ნორმალური ფაქტორია, აბსოლუტურად ნორმალური ფაქტორია. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ თმა ამ შემთხვევაში უნდა იყოს დაზიანებული. არა, ჩვენ უბრალოდ სწორად უნდა მიუდგეთ მაგ. იცი რა მაინტერესებს, შეგიძლია მსმენელს ჩვენ მაყურებელს რამე ისეთი მოვლის სისტემა სწავლო, ურჩიო რა გააკეთონ, თუნდაც სახლის პირობებში. აი თმების მოვლის, აი რა შეიძლება ყველაზე ისეთი რაღაც იოლი რეცეპტურა. ნუ პირველ რიგში ცხელი წყლით რა უნდა დავიბანოთ, ეს ფაქტი, იმიტომ რომ ჩვენ მაგით ვაშრობთ მას. ზოგს ბევრს უყვარს ხანდახან ანუ მოხმარებელი რომ მომდის, ცივია, ამასობაში მე უკვე ხელი მეწვება. და დროს და მეუბნები რომ ცხელი წყალი არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ ცხელ წყალს ყველაფერი ანუ თმიდან ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი გამოაქვს და აშრობს თმას. ეს პირველ რიგში. არსებობს სხვადასხვანაირი სტრუქტურა და თმის ტიპი. ამასობაში არსებობს სხვადასხვა ტიპის კანი. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა გვაქვს ცხიმიანი კანი და მშრალი სიგრძე. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მარტო ერთ მიმართულებას ვერ დავიჭერთ ფიზიკურად. ხო? ჩვენ უნდა ვიხმაროთ შამპუნი მაგალითად ცხიმიანი კანისთვის, რომ ცოტა გაწმინდოს და გამოაშროს ის ცხიმები, მაგრამ ამასობაში ჩვენ თუ მაგას ვაშრობთ, სიგრძეც გამოშრება. ამიტომ ნიღაბი და კონდიციონერი ყოველთვის უნდა გქონდეს მაქსიმალურად მკვებავი. იმისთვის რომ კანი დასტაბილურდეს თავის ცხიმიანობაში და სიგრძე დასტაბილურდეს თავის ტენიანობაში. მე ახლა პირდაპირ რეცეპტს ესეც ფიზიკურად არ არის შაბლონური რეცეპტი. მაგიტომ ვიძახი ყველაფერი ძალიან შერჩეული უკვე სკალპის კანის მიხედვით რამდენად მნიშვნელოვანია სკალპზე ვთქვათ პილინგის გაკეთება. ძალიან კარგი და აუცილებელია. იმიტომ რომ უჯრედები ყოველთვის განახლება აუცილებელია. ხანდახან თვეში ზაფხულის პერიოდში მაგალითად ხო თვეში ერთხელ რო გაკეთდეს შვენიერი იქნება, იმიტომ რომ სიცხეა, ტენიანობა ყოველთვის მაღალია და ეს ჩვენი პორები და უჯრედები მაქსიმალურად რაღაცა იწმინდება. ჯერ ხო ქერქივით რაღაცა კარი უჯრედი შორდება და ახალი მოდის. მაგიტომ ზუსტად პილინგის საშუალებით თავისთავად კაი პროდუქტი უნდა იყოს. რამდენად რეალურია სახლის პირობებში, ვთქვათ, მე ძალიან ბევრჯერ მსმენია და უთქვიათ, რომ მარილის გამოყენება პილინგის სახით. ამ ბოლო ხანებში ეს სახლის პროფილაქტიკაში ცოტა სიმართლე გითხრათ გამოვედი მაგიდან, იმიტომ რომ მე ყოველთვის ჩემს საქმეს ცოტა უფრო პროფესიონალურად უყურებ და ყოველთვის რეკომენდაციას ვაძლევ პროფესიონალური ხაზის მიმართულებით, იმიტომ რომ მანდ იმდენი თავი და იმდენი ტვინი მუშაობდა მაგ პროდუქტის ზოგადად შექმნაში, რომ დარწმუნებული ვარ, რომ სხვანაირად იმუშავებს აბსოლუტურად. მარილი უფრო გამოაშრობს, იმიტომ რომ ეს სუფთა მარილია. პლუს კიდე თით რა შეიძლება იყოს, ის გრანულები, რომელიცაც მარილი შეიცავს, შეიძლება ისე დაგიჩხაპნოს თავის სკალპი და კანი, რომ ვერ ვხვდები რამდენად მე ისეთი ბაქტერიები შევა, რომ უფრო გააღიზიანოს. გააღიზიანოს შეიძლება და კიდე მაინტერესებს ერთი რამე, იმიტომ რომ ყოველთვის
პარიკის თემასთან დაკავშირებით თქვენ გააქვთ მაინც შეხება ალბათ ესეთ კატეგორია ქალბატონებთანაც, ვინც არის ალბათ მომხმარებელი. მაგრამ მე ცოტა სხვა რამე მაინტერესებს. მე ვთქვი, რომ ეს პროფესია, ასე ვთქვათ, მეცნიერებაც არის. და ამიტომ, როდესაც პარიკები მზადდება ნატურალური თმისგან, ანუ ბუნებრივი თმისგან, რამდენად მატარებელია, ჩვენ ვიცით, რომ თმა გენკოდის მატარებელია ყველა ადამიანს და რამდენად ეს მოქმედებს თუ არა, რა ძალა აქვს ამ პარიკს, ძალიან მაინტერესებს. არის მატარებელი რამე გენკოდის? ზოგადად თმა მართლა მატარებელია. მატარებელია, კი. იმიტომ რომ ძალიან დიდი ინფორმაციას ინახავს. ელემენტარულს მოგიყვებით, მე მომიცია ცხოვრება შტატებში, ნიუ-იორკში, რამოდენიმე წელი ვმუშაობდი და მოღვაწეობდი, ვითარდებოდი ქალაქ ნიუ-იორკში. ყავდა ერთი მომხმარებელი, რომელიც მუშაობდა პოლიციაში. და რამოდენიმე თვეში ერთხელ დრაგტესტს აბარებდნენ. და ზუსტად დრაგტესტ შემოწმებას გადიოდნენ, თმას პარსავდნენ. თმას აჭრიდნენ. იმიტომ რომ მთელი ინფორმაცია გროვდებოდა თმაში. თმაში, კი. ნებისმიერ ანალიზს მაგათ ესე არ უყურებდნენ, ხო? ჩვენ როგორ მაგალითად რომ მივალთ ანალიზების შესაძლებლად. მაგათ არ აინტერესებდათ თმა. ზუსტად მაგიტომ როცა ჩვენ ვირჩევთ ვიღაცის ენერგიას, მაგრამ აქ კიდე ადამიანზეც არის დამოკიდებული, ხო? რა თქმა უნდა. არის ადამიანი, ვისაც რაღაცის სჯერა, არ ადამიანი, რომელსაც არაფრის არ სჯერა. და ამ შემთხვევაში უკვე ეს იმდენად პირადული საკითხია, რომ მე რჩევას ადამიანს ფიზიკურად ვერ ეს უბრალოდ ისეთი კითხვა არის, საინტერესო. მაგრამ მართლა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს იმდენად ენერგეტიკულია და იმდენად პირადია, რომ ძალიან საინტერესო კითხვა. საინტერესოა, კი. ადამიანზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში მე ჩემ თავზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მე უბრალოდ მოგიყევით ისტორია, რომ რამდენად დიდი ძალა აქვს თმას. მაგრამ დანარჩენს უკვე ყველას ის თავისი გადასაწყვეტი აქვს, იმიტომ რომ მე მქონია შემთხვევები, როცა ჯდარა მომხმარებელი, არც მესაუბრია, არც მილაპარაკია. შემიჭრია, გამიშვია და ისეთი გამოცლილი ვიყავი. ისეთი გამოცლილი, რომ შემდეგი მომხმარებლისთვის მზად ვერ ვიყავი. აქვს მაინც ენერგეტიკული ძალა. ძალიან დიდი ძალა აქვს. ძალიან დიდი ძალა აქვს. მაგით არის საინტერესო. შეცდომებზე ვისაუბროთ. ყველაზე ხშირად რა არის ის უხეში შეცდომა, რაც დაწყდებით. ხედავთ, შეიძლება არ იყოს თქვენი მომხმარებელი საერთოდ სალონში არ მოდიოდეს, მაგრამ ქუჩაში შეგინიშნავთ თქვენთვის და გიფიქრიათ, რომ ეს სხვა ვარცხნილობაში აბსოლუტურად ან სხვა თმის სფეროში სრულიად სხვა ადამიანი იქნებოდა, ეხლა ეს ქალბატონი. სადაც კი არ გავდივარ, სუთმას ვუყურებ. იმიტომ რომ ზოგადად ხალხი მიყვარს, ხალხი ძალიან მაინტერესებს, ზოგადად როგორც ხალხი, როგორც ადამიანი მაინტერესებს და თავისთავად გინდა არ გინდა ყველას უყურებ. აკეთებ ანალიზს, იმიტომ რომ ისეთ პროფესიაში ხარ, რომ სულ ანალიზის ქვეშ ხარ. სულ რაღაცა ახალს პოულობ. მაგალითად მომხმარებელი მოგდის, დღეს ესე შევჭერი, მე ვფიქრობ, მოდი კიდე რაღაცა დეტალი კიდე შევიტანო და ზუსტად მაგაზე, მე შეცდომას რას ვიტყვი ახლა, ყველას თავისი გემოვნება აქვს და ყველას თავისი მომხმარებელი ყავს. მაგრამ თავისთავად არის მომენტები, როცა ადამიანს დავინახავ, მინდა რაღაცა მაგაში შევცვალო. რაღაცა პატარა ნიუანსი შევიტანო. ცხოვრების ამბავს მოგიყვებით, რაღაცას ვარ ოჯახთან ერთად, გასულები სადღაცას მაღაზიაში ვარ და ამას მეთქი ახლა ისე შევცლიდი. საერთოდ არ ხდება მეთქი ეს ვარცხნილობა. პასუხი მივიღე, შენ ყველას შეცვლა გინდა. ცდილობ ყველა შეცვალო. მეთქი ალბათ. ეს პროფესია და მოთხოვნა გაქვს, რომ გაალამაზო უფრო რაღაც შექმნა ახალი მასში.
ანუ მაინც ჩვენი ქალბატონები ჩვენი ლამაზი ქალბატონები რა თქმა უნდა მე ისევ ასაკს ვეხები რა თქმა უნდა ასაკი რომელიც მაინც პატარები ვართ მოდი ასე ვთქვათ ყველას გვინდა რაღაც შეცვლა ისეთი მე არ შემცვლიდი აი მე მაგალითად არ შემცვლიდი ძალიან მინდა რომ რაღაცა სხვანაირი გავხდე ძალიან ღრმა კითხვაა. იცით რა არის ხანდახან შეცვლა შინაგანად უნდა შეიცვალო მე მგონი. თქვენ შინაგანად უნდა შეიცვალო. მე ეხლა მინდა და რაღაცა ისეთი ლამაზად დამეწყო ეს იყო. იმიტომ რომ როცა რაღაცის ხანდახან რო ზივარ და რაღაცა ახალს ვითხოვთ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგისთვის მზად. რა თქმა უნდა. ჩვენ თუ მზად არა ვართ ახალი ვერ მოვა არასდროს. ამიტომ როცა ჩვენ რაღაცა შეცვლა გვინდა, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ეს ის არის მართლა რაც მე მინდა. იმიტომ რომ ნამდვილი ოსტატი მაგას ყოველთვის იგრძნობს. კი ბატონო, ეგრეა. მე მითხრა სანამ ჩაწერას დავიწყებდით, კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრება. შენი ცხოვრებითო. ანუ მაინც როცა ქალბატონი მოდის მას ემჩნევა შინაგანად აწუხებს რამე და რაღაცის შეცვლა. ანუ ის ფრაზა რომ ქალი როცა იცვლის ვარცხნილობას მას ცხოვრების შეცვლა სურს ან რაღაც სიახლე სურს ცხოვრებაში ეს ეთანხმებით ესე იგი ამ ფრაზას. ეს რეალობაა. მე მახსოვს ერთ-ერთმა ექიმმა ბრძანა, სხვათა შორის პლასტიკურმა ქირურგმა, რომ 5 წელიწადში ერთხელ ქალბატონი უნდა იცვლიდეს თმის ვარცხნილობას და მაშინ ყველაფერი კარგად იქნებაო. თავიდან გამეცინა ხო ეს რო ახსენა, მაგრამ მე რო ვაკვირდები 5 წელიწადში ერთხელ იცვლიდე ვარცხნილობას. ანუ ეტყობა შინაგანი განწყობა ეს ყველაფერი. მე ალბათ წელიწადში ერთხელ ვიცვლი აქტიურად. 5 წელიწადში ერთხელ მე ერთს ვიტყვი და იცი რა არის მთავარია ჩვენი შინაგანი მე იყოს ისეთი სუფთა რომ შენ გიხაროდეს შენი თავის დანახვა. რა თქმა უნდა, კარგი ვარცხნილობა აუცილებელია და მთავარია. რაც არ უნდა მე კარგი სიტყვაზე манипуляცია ჩაუტარო ადამიანს სახეზე ან ჩავიტარო მე თვითონ სიტყვაზე თუნდაც იქ პლასტიკური ოპერაცია იყოს გაკეთებული ძალიან ბევრი სხვათა შორის შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პლასტიკური ქირურგი და თვითონ სპეციალისტი კოსმეტოლოგები თვლიან, რომ თმის ვარცხნილობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ნამუშევართან. ძალიან დიდი, იმიტომ რომ ეს არის ფინალი იმ პლასტიკური ოპერაციის. მერე უკვე თმას როგორ დაიყენებ, შეიჭრი, მოუვლი, რა მოგიხდება, რომ ეს იყოს შენი ასეთი ფინალი, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თმის შეჭრას, თმის სწორ შეჭრას, არქიტექტურას, რა თქმა უნდა, რასაც ვეძახით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოხდე სპეციალისტთან. რას ფიქრობ? ანუ რა პრობლემები არსებობს საერთოდ ამ სფეროში? მე შემიძლია შევიდე და ვენდო, ვთქვათ, ესე ვინმეს იქნება არა მაქვს მე სიტყვაზე რაღაც თანხა რო გადავიხადო წამყვან ცენტრებში რაღაც სოლიდური თანხა, ხო? შემიძლია შევიდე სალონში და ვენდო, არის უკვე იმ დონეზე გაზრდილი ამდენი სპეციალისტი რო არსებობს, სპეციალისტები არიან მაღალ დონეზე კვალიფიცირებული. აი თქვენ ახლა აწყობთ ყოველთვის, მე რამდენადაც ვიცი, ტრეინინგებს, ასწავლით. აი როგორი კატეგორია არიან? რასაც აი ბოლო ჩემი ტრეინინგის გამომდინარე შემიძლია ვთქვა, ძალიან ახალი, ძალიან დიდი ტალღა წამოვიდა სპეციალისტების. ახალი სპეციალისტების.
და აი მაგათში ძალიან დიდ мотивაციას ვხედავ. ხედავ რომ ხალხს ნამდვილად უნდა სწავლა, განვითარება. ეს ძალიან დიდი პლუსია. ძალიან დიდი. მართლა უნდა ძალიან დიდი პლუსია. მართლა უნდა, იმიტომ რომ რო გადავხედოთ ძველ სკოლას და ძველ სკოლას მე გულისხმობ ძველ ეგიდას ხო, გასაგებია. ოსტატების და დღევანდელ სტილისტებს, ვინც ახალ ნაბიჯებს აკეთებს. ძალიან მომდომებულები არიან და ზუსტად იქ მიდიან, სადაც ხედავენ, რომ შეუძლიათ რაღაცა ისწავლონ. აი, ბოლო ჩემს ტრენინგზე სადღაც 40+ ადამიანი იყო და ყველა ძალიან საინტერესო იყო. აი, ძალიან დიდი აბსოლუტურად ყოველი მონაწილე ძალიან საინტერესო იყო. ანუ ისე დამთავრდა ეს ძალიან დიდი მასტერ-კლასი იყო, რომ ხალხს წასვლა ბოლომდე არ უნდათ. როცა ვესწრებოდი ეგეთ რაღაცას, შეიძლება ნახევარ ტრენინგის დროს ამდგარგდნენ და წასულიყო. ეს ძალიან დიდი მიღწევა. მე მინდა აღვნიშნო ის, რომ მე მიხარია, რომ ბევრი სასწავლებლები არის საინტერესო გახსნილი, რომ კარგი სპეციალისტები გამოვიდნენ ამ სფეროში. ეს არ არის ხელწამოსაკრავი პროფესია. ძალიან განვითარდა ეს პროფესია. ეს პროფესია არის, რომელიც ემსახურება სილამაზეს, ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობილებას, ემსახურება არ ვიცი, გალამაზებას და მიხარია ბევრი კარგი სპეციალისტი თუ იქნება ამ სფეროში და წინ წავა ეს სფერო. ძალიან წინ წაიწევს. ბევრი არიან კი გახსნილი, ძალიან ბევრი არის და ძალიან კარგი სასწავლებლები არის, მე რამდენადაც ვიცი. აი, მაინც კიდევ ერთხელ არის კი პრობლემა, სათხედავ პრობლემას. აი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, აი, პრობლემას სათხედავ. გავყოფ. გაყავი. კითხვას გავყოფ. მაგალითად არის, მოდი ჩემ პროფესიას გავყოფ ესე გეტყვით, ხო? ჩემი ხედვით, ჩემი გამოცდილებით. მაგალითად, გავყოფ ორ ჯგუფად. არის მაგალითად ოსტატი, რომელიც მუშაობს, რაღაცა შეისწავლა თავის დროზე და უბრალოდ შროულობს ფულს. მაგრამ არის მეორე ოსტატი, რომელიც უფრო დაფანძნულია იმაზე, რომ მაქსიმალურად სწორად დაიწყოს ეს სწავლება. უფრო ფუნდამენტში, უფრო სიღრმეში ჩაღრმავდეს. შეიძლება ესეთი მომენტი დადგეს, რომ ის ვის ძალიან უყვარს ის ოსტატობა და ძალიან ჩაღრმავებულია, ღრმად არის, იმდენი არ გამოიმუშაოს, რაც მეორე. რაც მეორე. რაც იგივე პრობლემაა ესთეტიკა. შეიძლება აი ამას უფრო მეტი გამომწერი ყავდეს და უფრო მეტი დიდი შარმი და ვაუ და როგორი ოსტატები ჭარბობენ ამ ორიდან? ყველაფერი 50-50-ზე. ვერ გამოვყოფ, მაგრამ მე მაგალითად ინსტაგრამზე ბევრი გამომწერი არ მყავს. ხო, მე რაღაცა ბლოკები ისეთი არ მიყავს, მაგრამ მე საქმეში ვარ. მე მიყვარს ჩემი საქმე, შეიძლება ნელა მივდივარ, მაგრამ მივდივარ. მე მივდივარ ძალიან ისეთი ღრმა ნაბიჯებით. არ მინდა უბრალოდ იცით რა არის ისეთი კითხვა ხო რომ არა მივხვდი რასაც ამბობ. იცი რა არის კიდე რა მაინტერესებს ძველი თაობის სპეციალისტები. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ძველი თაობის სპეციალისტებს. მე ვიხსენებ რას იცი მარჯანიშვილზე ბევრი სალონი იყო, ეხლაც არის და იყო და აი ძველი თაობის სპეციალისტები, ეხლაც არაჩვეულებრივები არიან. აი ესე სალონებში რომ კარგი სალონებია, მაგრამ იმდენად კაი სპეციალისტები არიან ეს ძველი თაობის, რომ მინდა გითხრა, არაჩვეულებრივად მუშაობენ, მაგრამ აი თმის შეჭრის კულტურა აი იმ ძველი თაობის სპეციალისტებს უფრო კარგი ქონდათ. შეიძლება ვწდები. არ ვიცი. აი
მახსოვს მაგალითად არაჩვეულებრივად ჭრიდნენ პაჟი ხო? არაჩვეულებრივად ჭრიდნენ მახსოვს რაღაც კიდე იყო ესეთი აჩეხილი იტალიანკას ეძახდნენ და მახსოვს შვენივრად ჭრიდნენ და ღებავენ ის ვინც არიან დარჩენილები ძალიან კარგად. აი მათგან რა შეიძლება ისწავლო? მაშინ არც ტელეფონი იყო, არც ამდენი ინფორმაციაც კი არ იყო საერთოდ. კი ეგრეა. საერთოდ არ იყო რა ინფორმაცია, დღესდღეობით ინფორმაციას ყველგან იპოვე. მაგრამ ყველაზე ძლიერი ინფორმაციას, ყველაზე ძლიერი ინფორმაციას ზუსტად მანდარი იმ შეცდომების დაგროვილ პრაქტიკაში. ადრე საღებავები ამდენი სად იყო? არ იყო. ეხლა პალიტრაში გაქვს 1000 ფერი. მაშინ სულ რაღაც 2-3 ფერი ქონდა და ისეთ ფერებს სვავდნენ, რომ რა საღებავია ძველი თაობიდან დარჩენილი დღეს? არის რამე დარჩენილი? მე ჩემს პროფესიაში შემოვედი 2000 რომელი წლები იყო? მე-4 კურსზე ვიყავი, ალბათ მე 2007-2008-ში. მაგრამ ცოტა მომისწრია იმ 90-იანების, როცა შუქი ქრებოდა და თავსაბანიც კი არ ვжდებოდი და არც კი ვწვევოდით საერთოდ. ვიხრედით და თავს ესე ვიბანდით, ხო? იყო რაღა, მაგრამ უკვე მაგ მომენტში უკვე რაღაცა პროდუქტები უკვე შემოდიოდა. მაგიტომ მე იმ რაღაცა ხნის მაგვარს პროდუქტებს მართლა მე მოსმენით, მაგრამ პირადად მე არ შესწრებულა უბრალოდ. აი ძველ ოსტატებზე საუბრობდა სოფო და მე ამ ძველ ოსტატებზე სულ მახსენდება ფილმი რომაული არდადეგები, როდესაც ოდრი ჰეპბერნი მიდის და სურს რომ თავისი გრძელი ლამაზითმა შეიჭრას და არ უნდა იმასთან ეს მომენტი არის ძალიან სასაცილო, რომ არ უნდა არ ჭრის და ასე ვთქვათ, სულ ძალით შეაჭრევინებს და მე ძალიან უხდება, მაგრამ ალბათ ოდრი ჰეპბერნი იყო ის ადამიანი, ვისაც ყველანაირი ვარცხნილობა უხდება და არსებობს ვარცხნილობები, მე ჩემი აზრია ეს და მაინტერესებს თქვენ რამდენად ეთანხმებით, რომელსაც აქვთ ასაკი და ხშირად მსმენია ქალბატონისგან, რომ ეს ახალ პატარა ასაკში მიხდებოდა და მომწონდა და რაღაც 60-ზევით მაგალითად აღარ მომწონს, თითქოს აღარ მიხდება და უფრო სხვა ვარცხნილობებს ირჩევენ. ანუ ვარცხნილობას გააჩნია ასაკი, ამის თქმა მინდა და მართალია ის, რომ არსებობს ისეთი ვარცხნილობები, რომელიც გარკვეული ასაკის შემდეგ ქალს თითქოს აღარ უხდება და სხვა ვარცხნილობა უფრო წარმოაჩენს მის სილამაზეს ან სახის ნაკვთებს. თქვენ როგორ ხედავთ ამას? პირველ რიგში მე ვიტყვი, რომ სილამაზეს ასაკი საერთოდ ვერანაირად ვერ დაუკავშირებ, ხო? ნებისმიერ ადამიანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება კი არა ლამაზიც არის. მაგრამ თავისთავად როცა რაც უფრო მეტი წლები გვემატება, ხო? ჩვენი პროპორციები, როგორც მე ვთქვი, ყოველთვის იცვლება. ეხლა თავისთავად როცა ჩვენ ვართ 15 წლის ჩვენი პროპორციები იდეალურია, ხო? აბსოლუტურად ჩვენ ჩუჩუხებ, მაგრამ როცა ჩვენ ვიზდებით, მანდ უკვე ძალიან დიდი აქცენტი აქვს დეტალიზაციას. იმიტომ რომ რაც უფრო ჩვენ ასაკში შევდივართ, ხო, მძიმე ფორმები აღარ მოგიხდება. ჩვენ მეტი უფრო ცოცხალი ფორმები დაგვჭირდება, ხო? რაღაცა ისეთი გეომეტრიული მაგალითად, იგივე პაჟი, ხო, რაღაცა კონტური დაგვამძიმებს. უფრო გამოკვეთავს ჩვენ იმ სახის პროპორციებს, რომელიც თავისთავად წლებთან გავალებაში ნელ-ნელა რაღაცა თავისთავად ჩამოიწევს. ამიტომ ჩვენი ვარცხნილობა ისეთი უნდა იყოს, რომ პირიქით დავამძიმოთ ჩვენი სახის პროპორციები, არამედ უფრო გავასუმბუქოთ და უფრო თითქოს იცით რა არის, ხანდახან ვიძახი, რომ მე შეიძლება ქირურგი არ ვარ, მაგრამ მე შემიძლია რაღაცა მინი პლასტიკური ოპერაცია გაგიკეთო. პლასტიკასთან არის კავშირში თქო. ქალბატონი, რომელიც თქვათ არის 50-60 პლუსი, მას უფრო მოკლედ მოუხდება და მოკლედ მის ვარცხნილობები?
შეიძლება გქონდეს გრძელი, მაგრამ ეს თმის ხარისხი უნდა იყოს ისეთი კარგი, რომ ვიზუალურად ძალიან ლამაზად გამოიყურებოდეს. როგორ უნდა შეინარჩუნოს ქალბატონმა თმის ხარისხი, აი ასაკშიც ისე რომ ეხლა დემი მურის 60 წელს გადაცდა და უბზინავს თმა და თქვენ ხო ვერ გვეტყვით ასე ეკრანიდან რა არის საიდუმლო წარმოუდგენელია რაც არ უნდა კარგი ხარისხის შამპუნი რა თქმა უნდა ამას აქვს მნიშვნელობა მოვლის პროდუქტებს მაგრამ ხო წარმოუდგენელია რომ მხოლოდ ეს ინარჩუნებდეს თმის იმ ხარისხს რომ კონდეს ისე ვიზუალურად როგორც თქვა 20 წლის ასაკში ქონდა ამ შემთხვევაში ეს უკვე შინაგანია. კი, მე უნდა მეთქვა, გენეტიკური ფონიც არსებობს. ხო. კი. სწორი გენეტიკური ფონი პირველ რიგში. ახლა გენეტიკას კი ბატონო, აი რა მოქმედებს თმაზე და გითხარით რა არის ეს ფაქტორი. სწორი კვება. წყალი, დღესაც აი ახლა ვზივარ სულ რაღაც მინდა წყალი, იმიტომ ამ ბოლო ხანებში რაღაც ჩემი ორგანიზმი სულ წყალს ითხოვს. იმიტომ კი არა ცხელა, უბრალოდ მე ადრე საერთოდ წყალსა, მაგრამ ხვდები რომ წყალი აუცილებელია ორგანიზმისთვის. იმიტომ რომ კანს კვებავს, თმას კვებავს. კი ბატონო. თავისთავად ეს მოვლა, მაგრამ რაც კი არ უნდა ეს ყველაფერი მაგალითად შევინარჩუნოთ, ხო? ბუნებას და იმას ჩვენ მაინც ფიზიკურად ვერ გავექცევით. გენეტიკა. არ ვიცოდი თუ გენეტიკა ძალიან დიდი მასთან პირდაპირ კავშირში იყო წყალი. რატომაც არა. ახლა თან ზაფხულია და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ახლა ბევრი ქალბატონი ჩვენი ორგანიზმი კანთან გასაგებია, მაგრამ მერე კანთან კავშირშია თმა. ხანდახან არ შეგიმჩნევიათ, როცა ცუთხა, როცა ენერგეტიკული არის დღე და აი ძალიან ცუდად გრძნობ თავს. აი ძალიან ცუდად. სარკეშო იხედებით რას ხედავთ. კანი არის ჩამოწეული და თმები არის, საერთოდ ვერ ხვდებით თმა არს გიდგება საერთოდ. იმიტომ რომ ჩვენი შინაგანი სტრესი ჩვენ ხო ერთი სხეულია, ეს ყველაფერი ჩვენია. აბსოლუტურად, აი ერთი ორგანიზმია და ჩვენ თუ ცუდად ვგრძნობთ, თავისთავად თმაც აბსოლუტურად ანალოგიურად ვიზუალიზაციას ახდენს. ბოლოდ უკვე გარედან. ჩვენ შიგნიდან ვარ ცუდად, მაგრამ ჩვენი დანარჩენი სხეული გარედან მაგაზე მეტყველებს. გასაგებია. თმა რა თქმა უნდა განწყობაზე და თუ კარგად გაქვს ვარცხნილობა ეს ზოგადად განწყობაზე გადმოდის და ძალიან მნიშვნელოვანი არის და თუ თქვათ ისე არ არის როგორც ჩვენ გინდა შეიძლება ძალიან კარგად გამოიყურებოდა მაგრამ მაინც რაღაც ის გქონდეს ხინჯად გულში რომ თმა ისე როგორც გინდოდა არ გაქვს ამას პირდაპირ კავშირი აქვს ასე ვთქვათ ხასიათთან და მგონია რომ ასაკთანაც იმიტომ რომ თუ ქალბატონს აქვს ძალიან მოვლილი და ლამაზი ბზინვარე თმა, თითქოს ეს ახალგაზრდავებს ალბათ სახის პროცედურების ეფექტი აქვს, მე ესე მგონია. თავისთავად. ჩვენ სარკეში ყოველდღე ვიხედებით და ყოველთვის გვინდა ლამაზად გამოვიყურებოდეთ. ამიტომ ვარცხნილობა, ჩემთვის ალბათ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მეტუმეტეს ქალბატონისთვის. რა თქმა უნდა, თმის ვარცხნილობა, როდესაც შენ პირველად აღიქვავ შენ თავს, კი, გასაგებია, მე კანი მინდა რომ ძალიან კარგად მქონდეს და გამოიყურებოდეს ჩემი კანის სტრუქტურა, მაგრამ თმის ვარცხნილობა მინდა გითხრა აბალანსებს ძალიან კარგად ყველაფერს. იმდენ შეიძლება უცებ არ მქონდეს თვალები შეღებილი ტუჩი სიტყვაზე ხო, მაგრამ ეს ლამაზი თმის ვარცხნილობა უკვე გიქმნის იმ შტაბეჭდილებას, რომ გამოიყურები ძალიან კარგად. კარგი ვარცხნილობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი დღეს სალონიდან შევიჭერი, ლამაზად დამვარცხნეს და გამოვედი და კარგია. კარგი ვარცხნილობა ის არის, როცა შენ დილით გაიღვიძებ. და უკვე კარგად გაქვს. რა თქმა უნდა. ეს ძალიან კარგი ფრაზა იყო. აი ეს არის ძალიან კარგი. როდესაც არ ხარ მხოლოდ დამოკიდებული სტილისტზე და სალონში მისვლაზე, როცა შენითაც შეგიძლია რომ მოიწესრიგო თავი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც შეჯამებას ავით რომ გავაკეთოთ,
თქვენთვის და თქვენი მომხმარებლებისთვის მე მაინტერესებს, აი ქალბატონებისთვის ხშირად ამბობენ, რომ აი ისე მინდათ მე შევიჭრო, რომ სახლში მე თვითონაც მარტივად მოვიწესრიგო და ეხლა ეს გაახმოვანეთ თქვენ. როდესაც თქვენთან მოდის ადამიანი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი, როდესაც მუშაობთ თმასთან, რომ მან სახლში შეძლოს თვითონ, იმიტომ რომ ზოგჯერ არ უნდა, ან არ აქვს დრო, რომ მუდმივად იყოს დამოკიდებული სტილისტზე და მან გაუკეთოს ის, რაც ზუსტად მას უნდა, რომ ფორმაში იყოს. ანუ სახლის პირობებში, რომ თავად მოიწესრიგოს ქალბატონმა თავი, ეს რამდენად მნიშვნელოვანია ვარსკვლობის შერჩევისას. მე მგონი ეს ძირითადი ფაქტორია. და ნამდვილი ვარსკვლობა ზუსტად მაგით განისაზღვრება, რომ ადამიანი სახლის პირობებში ძალიან დიდი დრო მაგისთვის არ დახარჯოს საერთოდ. მაგიტომ როცა ვუდგები ზოგადად, მე ხა ჩემ თავზე არ საუბრობ, ზოგადად, ხო? როცა შენ პროფესიაში ხარ და იღებ ამ ხელა გადაწყვეტილებას შენ თავზე, რომ შენ უნდა იზრუნო ადამიანის ყოველდღიურ გარეგნობაზე, ძალიან წინ დახედული ადამიანი უნდა იყო. კი, ეგრეა ნამდვილად. იმიტომ რომ ის დღეს შენგან რო გავა და 4 თვის მე შემდგომ შენთან რო დაბრუნდება, ფორმა თმა გაიზრდება, მაგრამ ფორმა და ბალანსი არ უნდა დაიკარგოს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის და საუბრისთვის. დაგველოდეთ, მალე დაგიბრუნდებით ჩვენი რიგით მე-15 ეპიზოდით და თუ მოგწონთ ჩვენი საუბრები, გამოიწერეთ YouTube არხი.